ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ თოდოგაურის მაჟორიტარული ოლქის 95 უბანზე ადგილი ჰქონდა ამ მომრჩევლებზე ზეწოლას. ასეთი განცხადება გააკეთეს დღეს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა. დავით რობაქიძის განცხადებით აღნიშნულ უბანზე მყოფ ერთ-ერთ პიროვნებას თან ჰქონდა სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერი ამომრჩევლების სია. იმ შემთხვევაში თუ კი სიაში მყოფი პირები ხმას არ მისცემდნენ მმართველ პარტიას, მათ დახმარებას გაუუქმებდნენ. ლეიბორისტები აცხადებენ, რომ აღნიშნულ პიროვნებას სიის ნაწილი ძალით წაართვეს. თემასთან დაკავშირებით კახა დუმბაძეს დაუკავშირდით, რომლის ტელეფონის ნომერი სიას თან ახლდა. აღნიშნულმა პიროვნებამ ზეწოლის ფაქტი გამორიცხა. თუმცა უბანზე ყოფნა არ უარყო და განაცხადა, რომ იგი მხოლოდ იმ პირებს აღნიშნავდა, რომლებისგანაც მხარდაჭერის თანხმობა ჰქონდა. ნაწილია ოცნების ეს წარმომადგენლები ვიღაც იგივე დაუშვათ, აი დუმბაძე კახა, ხო? აი ტელეფონის ნომრით მითითებული ჟდანა უბნის შესასვლელში და პირდაპირ შემსვლელ ამომრჩეველს ეუბნება, ხო იცი, აქ ყავხარ სიაში. და აი ამ ადამიანების სია, რომელთა ნაწილი არის სოციალურად დაუცველი და მეორე ნაწილი, რაღაც ნაწილი არის პენსიონერი, პირდაპირ აფრთხილებენ და ეუბნებიან, რომ თუ თქვენ 51-ს არ შემოხაზავთ, ამ შემთხვევაში გაგიუქმდებათ. ამის დამადასტურებელს აქვენ სია ხელში და აქვთ პლუსები დასმული. ეკავა პასტა, ფურცელი და ეუბნებოდა, რომ ხო იცით გუში რა გითხარით და რის თაობაზე გესაუბრეთო. სიები გამოართვი ხელიდან დიდი ჩხუბის და ფიზიკური ზეწოლის მიუხედავად, გამოართვი და წამოვიღე საარჩევნო კომისიასაც მიუმართე ის დამიზიანენის ჩემი CSKOS მინიჭებული უფლება შევასრულებია და ჩამოვიტანე ოფისში. ოცნების წარმომადგენლების ჩარევით მოხდა იქა, რომ გაიყვანეს და მოაცილეს იმ ტერიტორიას ის კოორდინატორი. არავითარი ამომრჩეველთა მოსყიდვა და არაფერი საერთოდ უბრალოდ ვიდექი უბნის გარეთ იყო ჩემი მოვალეობა და ვინც იყო ჩემი მომხრე და ვინც ვიცოდი რომ ის იყო ჩემი მომხრე ვიყავი და იმ ახალს უბრალოდ ვხნიშნავდი. თქვენ ინფორმაცია საიდან გქონდათ რომ თქვენი მომხრეები იყვნენ ეს ხალხი? პირადად მათგან. არავითარი მუქარა გადმოგირეკავ და დაგალაპარაკეთ და აქ ჩემენ ყველანაირ პასუხს.